მოგესალმებით, მე ვარ გვანცე, იგივე დოდონა და დღეს გადავწყვიტე მოგიყვეთ პატარა სახალისო ისტორია, რომელიც გადავხდა თავს რამდენად სახალისო არ ვიცი, მაგრამ ძალიან მინდა რომ მოგიყვეთ. და საერთოდ გადავწყვიტე რომ რაღაცნაირად ხანდახან მოგიყვეთ ხოლმე რაღაცა ისტორიები, ვინც იცით და ვინც არ იცით, მე დოდონას ბლოგზე, Facebook-ზე ვარ ძალიან აქტიური და ძალიან აქტიური მაყურებელი მყავს, რის გამოც ძალიან დიდი მადლობა. და მოკლედ დოდონას ბლოგზე მომდის SMS-ი რომ გამარჯობა დოდონა, მე ეს ვარ Facebook-იდან ძალიან კარგად გიცნობთ, ძალიან კარგად იცნობთ თქვენს პერსონაჟს, ძალიან მომწოხართ, მოკლედ ძალიან ბევრი ქება დიდება მოვისმინე და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადე და ძალიან მინდაო რომ ჩემთან დაგპატიჟოთ. რო გითხრათ რომ ძალიან ხშირად მომდის მსგავსი შეტყობინება ნამდვილად მოგატყუებთ, ძალიან ხშირად მომდის შეტყობინება რომ ძალიან მოსწონთ ჩემი პერსონაჟი, მაგრამ ასე ახლა სახლში გეპატიჟები ნამდვილად არ ხდება ხოლმე ძალიან ხშირად. ძალიან დიდი მადლობა გადავუხადე, ძალიან მომერიდა. მითხრა რომ ცხოვრობ თბილისში, აი ძალიან მინდა რომ მობრძანდეთ. მე თქვენ გიყურებთ და ვიცი რომ ხინკალი გიყვართ და მოკლედ ძალიან მინდა რომ ხინკალი მოგიმზადოთ და მოკლედ ძალიან ისეთი შინაურული გარემო შეიქმნა და საბოლოოდ დავთანხმდი, იმიტომ რომ ძალიან მომერიდა, რომ ადამიანი რომელიც შენ ძალიან აქტიურად გიყურებს, ადამიანი რომელსაც ძალიან უნდა რომ მასთან მიხვიდე, უნდა შეწუხდეს, ხინკალი მოგიმზადოს, მოკლედ ვერანაირად უარს ვერ ვეტყოდი და მეთქი ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისათვის და აუცილებლად მოვალ. შევთანხმდით დღეზე, ეს იყო შაბათი დღე, იმიტომ რომ სხვა დღეებში მე მუშაობ და მოდი შაბათი დღე ავირჩიოთ თქო. და კიკიო და პარასკევს საღამოს ყველაფერს მოგწერთ, სად უნდა მობრძანდეთო და ნუ მოკლედ შევთანხმდით დეტალებზეო. კარგი თქო ვუთხარი. და რო გითხრათ რომ ასე ყოველას მოწერილზე ახლა გავიქცეოდი, მოგატყუებთ, მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ეს ქალბატონი იყო ძალიან აქტიური, ჩემს ვიდეოებს ძალიან აქტიურად აზიარებდა და აკომენტარებდა და ნუ აი ძალიან ჩართული იყო, ძალიან შინაურულად მივიღი ასე რომ ვთქვათ. მე რაღაცა მისი Facebook გვერდიც ვნახე, ნუ ძალიან შინაურული ადამიანი და ამან გადამაწყვეტინა რომ ნუ მოდი კარგი ვესტუმრები და პირიქით ვიყავი ძალიან მადლიერი და გახარებული. გადის დღეები, მე მოვემზადე, ვიყიდე ტკბილეული, ვიყიდე სუვენირი, იმიტომ რომ ოჯახში პირველად მივდიოდი და რაღაცა ძალიან მოვემზადე, ასე ვთქვათ, ძალიან ისეთი ამაღლებული განწყობა მქონდა და მზად ვარ მოკლედ იმისათვის რომ ვესტუმრო, ერთ-ერთი რაც არის ის რომ არ ვიცი მისამართი და ველოდები მისამართს. გათრენა პარასკევი დილა და არ ჩანს და მე რო გადავამოწმე მოკლედ ბოლო ვიდეოებში საერთოდ აღარ ჩანდა ჩემს კომენტარებში, თუმცა ხა ამაზე მანამდე არ გამიმახვილებია ყურადღება, მაგრამ პარასკევს დღეს უკვე რაღაცნაირად ცოტა ვერ მივხვდი რა ხდებოდა, იმიტომ რომ საერთოდ არ ჩანდა, ანუ და მეთქი ახლა მომწერს და რო არა და არ მწერდა, მეთქი რამე ხო არ მოხდა თქო, ჩემთვის ფიქრობდი, რა ვიცი მშვიდობა აქვს თქო, ანუ ვერ მივხვდი ეს არ მოწერის ის რა იყო, ან იქნებ თქო რამე გეგმები შეეცვალა და ნუ მეც ხონა ვიცოდე რომ რაღაც გეგმა შეგეცვალა, იმიტომ რომ მეც შევცვალო ხო ჩემი დღის განრიგი და გადმოვეწყო რაღაცა სხვა განრიგზე. და რომ მოვიდა საღამო და მე ჩაბარგებულ გამზადებული ვარ, რომ უკვე მეორე დღეს უნდა წავიდე სტუმრად. მეთქი, მოდი მივწერ თქო, იმიტომ რომ თან მერიდებოდა, აი როგორ მივწერო მეთქი, მაგრამ მოდი, კაი, უნდა მივწერო, იმიტომ რომ არ ჩანს. ხო და რაღაცა შევეკითხები თქო, იქნებ რაღაცა პრობლემა აქვს და არ მეწყინებოდა თუ რაღაცა შეეცვალ, მოკლედ ეს არ მექნებოდა ეს წყენა და მთავარია გამეგო რომ ნუ მშვიდობა აქვს და რაღაცა შეეცვალა. კარგი. გადავწყვიტე, უნდა მივწერო, უკვე საღამოს რა ვიცი 8 არის თუ 9 საათი და აღმოვაჩინე რომ ვარ დაბლოკილი. და ვერ მივწერ. აი იმ ამბიდან, რა ვიცი, 1-2 თვეა გასული და აი სულ ვფიქრობ რატომ გადაწყვიტა დავეპატიჟებინე
თუ არ უნდოდა რომ მასთან მისულიყავი სტუმრად. ვერ ვხვდები. ეს დაბლოკვა საერთოდ ძალიან ფსკერი მგონია ასეთ დროს, ანუ რა ლოგიკით ბლოკავ ადამიანს. თუ არ გინდა რომ მოვიდეს, შეგეცვალა გეგმები და ასე შემდეგ, ძალიან მარტივია უთხრა რომ იცი რა რაღაცა ნუ ასე და მორჩა. ამიტომ თავდება ამბავი, არავის არაფერი არ ეწყინებოდა, არ მეწყინებოდა, კაცო, ოღონდ ეთქვა რომ იცი რა რაღაცა გეგმები შემეცვალა და დავემშვიდობობდით ერთმანეთს. გავიდა რამდენიმე თვე და დღემდე ვერ ვიგებ ამ ასე ვთქვათ დაბლოკვის მიზეზს დღემდე ვერ ვიგებ რაღაცა ამ ასე თუ რატომ მომწერა თქო ვფიქრობ რაღაცა შეურაცხყოფილად ვიგრძენი ძალიან თავი იმიტომ რომ ჯერ ვერ გავიგე აი რატო უნდა დაბლოკო ადამიანი რომელსაც თავად ეპატიჟება აი ვერაფრით ვერ ვხვდები და ის ტკბილეული ნუ რა თქმა უნდა მე გამოუჩნდა იმას პატრონი მაგრამ ძალიან ისე რომ ვთქვათ მთლიანობაში ძალიან მეწყინა მისი ეს დამოკიდებულება და მგონია რომ ხელა ადამიანებს მსგავსი სისულელები მინიმუმ არ გვეკადრება იმიტომ რომ არავინ გეკაჩება ენაზე და არავინ მოგივარდა სახშო გინდა თუ არ ხეყავა დამალებინეო და საერთოდ არც საჭიროებდა ხო იდეაში დაპატიჟებას და ვერც მივხვდი მოკლედ რა და როგორ მოხდა და მე რომ ნახე საერთოდ ბოლო პერიოდში არც ერთ ვიდეოზე არ ქონდა კომენტარი დაწელი და სავარაუდოდ კარგი გახდის დაბლოკილი ვიყავ უბრალოდ მიაღმოვაჩინე გვიან ხო და ამით რისი თქმა მინდა სასწაულები ხდება ხოლმე ჩემ ცხოვრებაში და უამრავი ისტორია გადამხდენია ასეთი თუ არა სხვანაირი და აუცილებლად მოგიყვებით და ზოგადად დაპატიჟეთ ხოლმე ისეთი ადამიანი ვინც მართლა არის თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მართლა თქვენთან გულთან ახლოს არის და თქვენთვის იქნება რაღაცნაირი ბედნიერების მომტანი როდესაც გესტუმრებათ სახლში ანუ აი სხვა რა არის მიზეზი რატო შეიძლება დაპატიჟოთ ადამიანი ხო თუ მაინც უნდა დაბლოკო ანუ მე ხუმრე ვერ ვიგებ ხდება ხოლმე